მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მე მინდა გავაკეთო გაშლა. ეს გაშლა ძალიან ცნობილია, მაგრამ ჩვენ გავაკეთოთ ამ თვის არა, მომდევნო თვის პროგნოზი. და ვნახოთ, ეს იქნება გაშლა, რომელიც ძალიან ბევრი ტაროლოგებმა უნდა იცოდნენ. არ არის არაფერი ახალი, მაგრამ მე ეს გაშლა ცოტა გავაუმჯობესე, უпростоრად ეს ასე გადმომცეს და რა თქმა უნდა ეს გაშლა ვასწავლე ჩემ მოსწავლეებს. ეხლა იყო მასტერ-კლასი ძალიან კარგი, სადაც მე ვასწავლე ყველა ტაროლოგებს, ну რა თქმა უნდა ჩემი მოსწავლეები იყვნენ და კიდევაც იყვნენ გოგოები, ვისაც უყვართ ტარო, ვინც შეიძლება მუშაობენ თვითონ და დღეს მინდა თქვენ შემოგთავაზოთ. მასტერ-კლასი არის კიდე თუ თქვენ გიყვართ ტარო, თუ თქვენ მოგწონთ ტარო, შეგიძლიათ ლინკით გადახვიდეთ ჩემს დამხმარ ჯგუფში და ისინი გეტყვიან, სად შეგიძლიათ თქვენ შეიძინოთ ეს მასტერ-კლასი. ჩემი მოსწავლეების, რა თქმა უნდა, ეს იქნება როგორც პრაქტიკა, დანარჩენებისთვის ეს იქნება უბრალოდ პროგნოზი მომდევნო თვის. პროფილური გაშლებიც იყო, უნიკალური გაშლები იყო, რომელიც საავტორო გაშლებია. ის ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის დახურული ინფორმაცია იმათვის, ვისაც ნამდვილად უნდა. ეს გაშლა, რომელიცაც მე ახლა გავაკეთებ, ძალიან კარგად მუშაობს ახალი წლის პროგნოზისთვის და ჩემი მოსწავლეებმა ახლა უკვე დაიწყეს ჩაწერა. თუ გინდათ ჩემი მოსწავლეებთან მოხდეთ კონსულტაციაზე, ეგაც შეგიძლიათ ჩემ დამხმარ ჯგუფში დაწეროთ და დაგაყვალიანი უნიკალური მოსწავლეები მყავს, მართლა საკმაოდ სერიოზული პროფესიონალები, ტაროლოგები, რომელმაც აიღეს ჩემი ცოდნა მაქსიმალურად. ამიტომ შეგიძლიათ მიმართოთ. ჩვენ კი დავიწყოთ ახლა. ასეთი ფორმატი ავიღე, იმიტომ რომ ეს მრგვალი არის ეს გაშლა. პირველი ჩვენი, რა თქმა უნდა, იქნება ენერგია, ანუ თქვენი ენერგია, თქვენი საერთოდ როგორ იგრძნობთ თავს თქვენ იმ მომდევნო თვის განმავლობაში, რა ენერგიებში იქნებით თქვენ. შემდეგი ვკითხოთ, რა თქმა უნდა, ფინანსები, ხო? ყველაფერი რაც ეხება ფინანსებს, შეიძლება ზოგისთვის თქვა უძრავ გონებაზე, ახლა ისე უნდა დავალაგო, რომ ყველაფერი აქ ჩამეტიოს, იმიტომ რომ 13 კარტი იქნება. ამიტომ ჩემო ლამაზებო, მოამზადეთ ყავა, სანამ მე ვშლი, მაგრამ მაგ დროს ჯობია რომ იყოთ აქ. так, შემდეგი, თქვენი გარემო, ანუ ვისთანაც თქვენ გაქვთ ურთიერთობა, ვისთანაც თქვენ გაქვთ კონტაქტი, შეიძლება თქვენი მეგობრები დაუშვოთ, ხო, ვნახოთ რა გელოდება თქვენ მაგ თქვენ გარემოცვაში რა იქნება. შემდეგი კითხვა გვაქვს ძალიან საინტერესო, ანუ ოჯახური თემა, შეიძლება მშობლებთან, ახლა ზოგისთვის შეიძლება აქტუალური იყოს ეს სიტუაცია და ამიტომ ვნახოთ, ვისაც მშობლები არ აყავთ, საერთოდ თქვენ თქვათ შეიძლება ნათესავებთან. შემდეგი თემა, რომელიც ყოველთვის ძალიან საინტერესო არის, ეს არის ოჯახური, მაგრამ აპატიეთ თქვენი, ანუ ნაყოფი, თქვენი ნაყოფი არის შვილები, თქვენი ნაყოფი არის თქვენი ხელმოქმედება, თქვენი ნაყოფი არის თქვენი ხობი და ასე შემდეგ. ვნახოთ, რას გვაჩვენებს. ну, რა თქმა უნდა, ვიცით ჩვენ ახლა საჯარო გაშლა, ამიტომ ჩვენ უყურებთ როგორც საჯარო გაშლას. შემდეგი ჩემი კითხვა იქნება ჯანმრთელობა. იცით თქვენ რომ მე მაინც არ მიყვარს ჯანმრთელობაზე გაშლების გაკეთება, მაგრამ ну, აქ არის ახლა ეგეთი პოზიცია, ამიტომ მაგას რა თქმა უნდა გამოვიყენებ. პირადი ურთიერთობები, ნახოთ, პირადი ურთიერთობები. რა გელოდებათ პირადში, და ეს ცოტა ასე მაშინ გავაკეთო, რომ მინდა დაინახოთ თქვენ კარგად პოზიციები. თან როგორ ლაგდება, ესეც რომ დაინახოთ. შემდეგი კითხვა ჩვენ გვექნება, ანუ რა შეიძლება დაბრკოლებები შეხვდეს თქვენ ამ თვის განმავლობაში. რა დაბრკოლებები შეიძლება შეხვდეთ თქვენ. და აი ასე ვისაუბრე, ნახეთ. აი ასე. ლამაზად მინდა რომ დაინახოთ თქვენ. так, შემდეგი, ცოტა დრო გვაქვს, გჭირდება.
შეიძლება დაუშვოთ აი ზოგისთვის იქნება ეს პოზიცია, როგორ თქვა, თუ თქვენ გიყვართ მოგზაურობა, თქვენთვის იქნება ეს საინტერესო, თუ დაუშვოთ უბრალოდ თქვენ გიყვართ თვითგანვითარება, რა გელოდებათ აქ, ვნახოთ ამ პოზიციაში, რა თქმა უნდა. შემდეგი კარიერაში რა გელოდებათ? თქვენი ნამდვილი სურვილები, აი ეს ძალიან მაგარი კითხვა, იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ არ ვიცით ჩვენი ნამდვილი სურვილები. აი რა გინდათ? რომ ერთმა გოგომ რომ მომწერა მარტო ვალენტინას გაშლებს რო უყურებ, ხვდები რას ვგრძნობ და რა მიჭირდება. ნუ ეგაც ძალიან მაგარია, სხვა შეს ეს ვალენტინა კი რა ეს ტარო გელაპარაკებათ უბრალოდ და ეს არის რა. და თქვენი რა შეიძლება თქვათ თქვენ შეგზღუდოს ეს ნუ აქ დაბრკოლება ეს შეზღუდვებით შეიძლება იყოს ასე და შემდეგი ჩვენ გვინდა ესე იგი საერთოდ ენერგია რომელიც იქნება так აი ცოტა ასე გვინდა ჩვენ ხო საერთო ენერგია რომელიც იქნება ამ პერიოდში აი ასე всё, აჰა, 10-იანი პენტაკლების დაიჭირეთ ახლა თქვენ მშვენიერი კაი თვე არის, ფულიც გექნება, ძალიან კარგად იქნებით უკვე ისე დავასრულეთ ხო გაშლა. აღარ გჭირდება უკვე მეტი ინფორმაცია ჩვენ. Так, აი ეს ასე, ლამაზად რომ არაფერი შეგვეშალოს, რომ ჩვენ ესე ვანახოთ ეგრეგორს. აი ასეთი ლამაზი გაშლა გამოვიდა. ეხლა მე უცბად კიდე მინდა დავამატო აქ კიდე იმიტომ რომ ეს გაშლა შეგვიძლია გავაკეთოთ კიდეთ კლასიკაზე, შეგიძლიათ ორაკულებზე, შეგიძლიათ даже იმუშაოთ 2 დასტით, შეგიძლიათ 3 დასტით იმუშაოთ, არ არის აქ არანაირი. მე უბრალოდ მინდა, ნუ კიდე დავამატო, ეს იქნება როგორც აი თქვათ რომელიც დაგვეხმარება ჩვენ რომ გავიგოთ რა ხდება, ზუსტად გაგიხსნათ უფრო კარგად, ხო? Так, აი აქ ესე უცბად დავალაგებ. ასე უცბად დავალაგებ. უკვე ჩემი დასტები ჩემთან ისე მუშაობენ, რომ მაგათ არ ჭირდება დაგზედმეტი კითხვები. თქვენ რა თქმა უნდა თუ პირველად იწყებთ კითხვები, უნდა ჩააგსოვოთ. უბრალოდ მე უკვე სხვანაირად მე მუშაობს ჩემთან დასტა. სიყვარული. ნახეთ. თქვენი სიყვარული. всё დავიწყეთ ჩვენ, ესე იგი პირველი პოზიცია ჩვენი, ანუ მომდევნო თვე. ხო? ვნახოთ ახლა ჩვენ თქვენი ენერგია, ანუ რომელშიც თქვენ იქნებით. ეს არის საჯარო გაშლა, ამიტომ თქვენ უყურებთ თქვენს სიტუაციებს. სიგნიფიკაციას აქ არ ვაკეთებ. რა თქმა უნდა, როცა თქვენ დაუშვით მიმართავთ ახლა ტაროლოგს, ის თქვენ ახლა თქვენთვის იქნება პირადი ეს, მაგრამ ნუ უყურებთ ჩვენ, როგორც ვაკეთებთ ყოველთვის, ხო? ესე იგი, საერთო ენერგია. აჰა, ნახეთ რა მაგარი საერთო ენერგია. თქვენ გამოდიხართ რაღაცა დაბრკოლებიდან. შეიძლება იყოს რაღაცა სიტუაციები თქვენ ცხოვრებაში, რომელიც თქვენ არ გაძლევდნენ საშუალებას, რომ თქვენ გევლოთ იმ გზაზე, რა გზაზეც თქვენ გინდათ იაროთ. კიდე აქ შეიძლება კიდე გამოსვლა სიტუაციიდან, რომელიც თქვენ რაღაცას გშფოთებდეთ. ეხლა ჩვენ ვნახოთ, რა თქმა უნდა, აი აქ რა დარგში იქნება ეს ყველაფერი, რომელიც სფეროში, ხო? მაგრამ თითქოს გვეუბნებიან ჩვენ, რომ აქ ადამიანი საერთოდ როგორი ენერგია არის, რომ რაღაცა ის მომენტი, მაინც მზის არკანი ხო, კი მზის, იმიტომ რომ შემდეგი მზის არკანი არის. მთვარის არკანი ყოველთვის ჩვენ გვაჩვენებს, როცა ადამიანი რაღაცას ეძებს თავის გზას, ადამიანი, რომელიც ეძებს თავის, თქვათ, პირად დანიშნულებას, აქ ნახათ რა საინტერესო არის. აქ როგორი არის ამ ორაკულში, ჩვენ ახლა როცა ამ გაშლებს ვაკეთებთ, აქ უკვე ცოტა მკითხაობა შეგვიძლია, ეს შემოსწავლება იციან, რომ მეჯავრება სიტყვა მკითხაობა, მაგრამ როცა ასეთ გაშლას ვაკეთებთ, შეგვიძლია ცოტა ჩავაქსოვოთ და ვუყურებთ, ნუ ეს გაშლა არის როგორც სასწავლო, ამიტომ ისეც მიიღეთ რა. ანუ ნახეთ, აქ ადამიანი ბრუნდება, ჩვენ ვიცით, როცა არის მთვარე, ანუ აქ ვაფშე არ არის კლასიკაში, მაგრამ აქ ნახეთ რა ხდება, შეიძლება თქვენ დაუბრუნდეთ იმ თემებს, რომელიც თქვენ გინდოდათ რომ განხორციელებ, ნუ გავიჭედე. ხო?
განახორციელება გაგიკეთებს, ხო? მიხვდით, რასაც ვამბობ, ხო? მაგრამ დაუშვოთ თქვენ გქონდათ რაღაცა დაბრკოლება. აი ეხლა თქვენ შეიძლება დაუბრუნდეთ, ეს ნახეთ როგორ მომენტი. აი თქვათ გინდოდათ დაუშვოთ რაღაცის პროექტი, რაღაცის თქვათ განვითარება, რაღაცის სწავლა. აი დაუშვოთ, ეხლა დაიწყეთ თქვენ სიტყვაზე ტაროს სწავლა, ასტროლოგიის სწავლა, არ ვიცი, სხვა რაღაცის სწავლა. და მიატოვეთ, ხო? ნუ რატომღაც დაუშვოთ არ გქონდათ ენერგია, არ გქონდათ დრო, არ გქონდათ კიდე რაღაცა სიტუაციები, ხო? ნუ რომელიც გიშლიდეთ ხელს. აი ეხლა თქვენ დაუბრუნდებით იმ სიტუაციებს, მიხვდით? აი როგორც იძახენ რეტროგრადული მერკური, ხო, რომელიც აბრუნებს სიტუაციის წარსულიდან. აი რაღაც ეგეთი მომენტი ჩანს, გაიგეთ, როცა ადამიანი უბრუნდება იმას, რასაც ადრე იყო მისთვის თქვა დაუშვოთ აგრძალული, ან ვერ სწავლობდა, ან ვერ აკეთებდა, შეიძლება სამსახურში ბრუნდებით იქ, სადაც დაუშვოთ, ნუ გინდოდათ ადრე გემუშავათ, ნუ რაღაცა მოხდა. ნუ აი ყველას, всё, ნახოთ ახლა ჩვენ ენერგია დაგვანახას. შემდეგი ჩვენ ნახოთ ახლა ფინანსური მდგომარეობა თქვენი იმ თვეში, როგორ იქნება ფინანსური მდგომარეობა. ნახეთ როგორი საინტერესო რაღაცა არის. აქ ნამდვილად თქვენ დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ფინანსები შემოვიდეს, იმიტომ რომ აქ არის ნახეთ ხმალები, აქ არის ახლა ისეთი ენერგია. აქ თქვენი ფინანსური მდგომარეობა იქნება დამოკიდებული თქვენს ძალაზე. მიხვდით? ანუ თქვენს ასე რომ ვთქვათ, ნიჭზეც კი არა, აი უფრო თითქოს როგორი მომენტი არის, იცით? აი თქვენს გონებაზე. აი ასე მინდა თქვა რა, ამიტომ რომ აქ იქნება როგორ შეიძლება так, აი აქ შეგვიძლია ჩვენ კიდევაც დავამოწმოთ, რომ აი თქვათ რას გულისხმობს ახლა აქ ტარო, მოდით აბა აქ რაც მაგახადას და რაც მიდეს. ანდა მოიცადეთ კლასიკასაც, აგერ მიდეს მე მგონი და დავეხმარები მაინც, იმიტომ რომ საერთოდ აქ როგორი სიტუაცია, რაღაცა თუ დაუშვოთ რამე გქონდა თქვენ აქ ოცნებები, მაგრამ არ გამოდიოდა რაღაცა, თქვენ შეიძლება აქ ნახეთ ფინანსებში, მაინც ჩვენ უყურებთ მასტებს, რა თქმა უნდა, რა მასტი არის აქ. აქ არის ხმალები, ეს ყოველთვის არის ჩვენი გონება, ხო? აქ თუ დაუშვოთ რამე გქონდა თქვენ მომენტები, რომ აი ნახეთ ახლა всё მოვიდა ინფორმაცია, შეხედეთ. აი აქ იქნება როგორი სიტუაცია. თქვენ შეიძლება აკეთებთ რამე პრაქტიკებს, ხო? აი ფულის მოზიდვაზე და აუცილებლად ახლა დეკემბერში ჩემთან იქნება ძალიან მაგარს, ვფიქრობ მე რომ გავაკეთებ. თქვენ იცით რომ მე უბრალოდ ხარ ტაროლოგი, ხა მე ვარ ადამიანი, რომელიც ტაროს იყენებს სხვანაირად, ხო? იმიტომ სხვა რაღაცებშიც ახლა ვითარდები ხოლმე, ნუ მატრიცა თავისთავად, მაგრამ აი მიყვარს ძალიან საერთოდ პრაქტიკები, რომელიც გვაძლევენ ჩვენ საშუალებას გააუმჯობესონ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა, ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი პირადი დანიშნულება უფრო კარგად გახსნას რა. და უზომოდ ძალიან ბევრ პრაქტიკებს ვიზიდავ, მე ვსინჯავ, მე რო გამოდის, მე უკვე ვაძლევ სხვებს. აი ესეთი მექნება კურსი არა, იქნება ტრენინგები. ძალიან მაგარი რა ელოდებიან, ვიცი უკვე ჩემი მოსწავლეები ელოდებიან. ახლა ნახეთ რა ხდება აქ. აქ ადამიანს მე რაღაცებს ვოცნებობდი, მაგრამ როცა შენ რაღაცას ოცნებობ, შეიძლება შენს თავში მოგივედეს რაღაცა აზრი, რომ არა, ამასე არ იქნება შენ როგორც ფიქრობ. და ანუ მიდის ეს რაღაცა ბრძოლა შინაგანი, მაგრამ თქვენ ამას იტყვით, რომ არა, დაახვიე აქედან. მე ვიცი, რასაც მე ვფიქრობ, მე ვიცი, რომ მე ყველაფერი რაც კი მინდა, მე ყველაფერი ნამდვილად იქნება ძვირფასად და კარგად. აბა მითხარით ახლა რა იქნება, აი აქ თუ მოერევა ეს ადამიანი ამ უაზრო ფიქრებს, რომელიც უშლიან ხელს იმისათვის, რომ მისი ოცნება ასრულდეს ფინანსები. აჰა, ფინანსები დაიჭირეთ პენტაკლების მეფე. ანუ აქ როგორი თემა იცით, თქვენ თუ დაუშვეთ არ დანებდები, აი თქვათ ფიქრობთ, რომ всё, მე ვიცი, რომ ფულიც მექნება, მე ვიცი, რომ ყველაფერი, აი, ნუ ეს პრაქტიკები ყველაფერი ხო, რასაც აკეთებთ, თქვენ თუ დაუშვეთ თქვენი გონებიდან,
გაუშვებთ იმ სიტუაციას, რომ მე ეს ყველაფერი ფანტაზიები არის, ეს არაფერი არ იქნება, ეს არის რაღაცა სისულელე, მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ნამდვილად მე მოიზიდებთ ძალიან მაგარი ფინანსურ მდგომარეობას თქვენ ცხოვრებაში. თუ რამის შეიძლება შიშები გქონდეთ, გამომივა, არ გამომივა, მექნება, არ მექნება, შევძლებ, არ შევძლებ, ეს ჩემი ფანტაზიები ხო არ არის. ხო შეიძლება რომ მე უბრალოდ ეხლა მგონია რომ რაღაცა იქნება ჩემს ცხოვრებაში, ცვლილებები და ასე შემდეგ. აი გეუბნებით რომ აი აქ თქვენ იმიტომ არის რა გამოსვლა ამ ბრძოლებიდან, გაიგეთ? ზოგისთვის შეიძლება ისეთი ენერგიაც იყოს, როცა თქვენ აი მართლა მოგიწევთ ძველ პროგრამებზე მუშაობა, რომელიც თქვენში არის. მაგრამ აქ არის რვიანი, ცხრიანი, ანუ რაღაცას უახლოვდებით თქვენ რა იმ პერიოდს, როცა თქვენ უკვე ამ ძველ პროგრამებს დაამუშავებთ და გამოადევნებთ ამ პროგრამებს. მიხვდით რა ხდება, იმიტომ რომ უკვე ისე რა ქვია, წელიც მთავრდება, ხო? ეს სხვათა შორის ძალიან მაგარია კიდე რომ გააკეთოთ, აი დაბადების დღეზეც რა, იმიტომ რომ აქ როგორც შედეგი, ბევრი გაშლები კი მივეცე, ერთი რბაბა გაშლა თუ 7 გაშლა მივეცე, იქ დაბადების დღეზეც არის. ეს ძალიან მაგარია რა, იმიტომ რომ შენ აქ ხედავ, რომ აი დაუშვათ მე რა ბოლო ნუ ეხლა მე ვშლი ამას ნოემბერში, ხო? ანუ ესე იგი ჩვენ დეკემბერზე ვშლით, ხო? დეკემბერში ნახეთ, ესე იგი всё უკვე შენ აქ აანალიზებ იმას, რა მე აქ მიშლი და ხელს. იმაში რომ რაშეც მე მინდა მივახციო. აქაც ნახეთ ეხლა ცხრიანი, ანუ ბოლოს თითქოს აი გამოცდასავით გექნება. შენ ნამდვილად ფიქრობ ისე რომ შენ ყველაფრის კარგი ზღირსი ხარ, შენ ნამდვილად დარწმუნებული ხარ იმაში, რომ ყველაფერი აბსოლუტურად რაზეც შენ აქ ოცნებობდი, იქნება თქვათ ის როგორც შენ გინდა. თუ შენ ნამდვილად მოერევე აი ამას, ხო? აი აქ შენ ამ ფიქრებს, რომელიც შენ არ გასვენებს, ხო? ნამდვილად მაგ შემთხვევაში შენ ეს სიუხვე შენთან მოვა და შენ ამ წელს დაამთავრებ ძალიან ძალიან მაგრად რა. მიხვდეთ? ანუ ვინც უყურებს შემდეგში თქვათ ამ თვეს. ჩვენ ახლა აქ უფრო ახლა ნუ დეკემბრის თვეში ვაკეთებ, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა გაშლა, რომელიც თქვენ უყურებთ ვაფშე საერთოდ YouTube-ზე, როცა გახსენით, მაშინ არის აქტუალური თუ რეზონირდა, რა თქმა უნდა. შემდეგი ჩვენი პოზიცია არის, ანუ თქვენი გარემოცვა. მან რა იქნება, ნუ აქ ნახეთ რა კარგია. აქ თქვენ შეიძლება იმ ადამიანებთან, ვისთანაც თქვენ უკვე ურთიერთობთ, ძალიან კარგი ურთიერთობა გექნება, შეიძლება სადმე ერთად წახვალ და იმოგზაურობ, შეიძლება ვიღაცას ჩამოგივა თქვა სტუმარი, მაგრამ აქ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება თქვენ შეიძენთ კიდე ახალ ადამიანებს, რომ აი თქვენ მონათესავისურებს, მონათესავისურე მარტო ურთიერთობაში და მარტო პარტნიორი არ არის, ის მეგობრები, რომელიც აი ხო შეიძლება ადამიანს აი გექნებოდა თქვენ ესეთი შეგრძნება, აი თქვა ადამიანი გაიცანით და ვაიმე ასე მგონია მთელი ცხოვრება გიცნობ რა. ამ დროს ეხლა აი თქვა სადღაც მიხვედი შენ და 2 წუთი დაელაპარაკე მაღაზიაში, ელემენტარული და მე გააგრძელე თქვა ურთიერთობა. იმიტომ რომ აი ვაიმე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ანუ აი ჩემი აი მართლა ნუ ჩემთვის ადვილი ეთქვა, რომ მოსავისურე, მიხვდეთ ხო? ანუ ადამიანი, რომელიც აი სულიერად, ყველანაირად არის რაღაც აი ძალიან ესეთი თბილი ჩემთვის და თქვენ აი აქ შეიძლება ინტერნეტში გაიცნოთ არ არის მაგაზეც გამორიცხული, შეიძლება ერთად სადმე იმოგზაურებთ, შეიძლება გზაში სადმე. ყოველ შემთხვევაში თქვენთან აი ეს სიტუაცია იქნება ძალიან კარგი და ელოდეთ აი დაუშვით თქვენ გარემოცვაში, ან თქვენ მეგობრებთან უფრო კარგი იქნება ურთიერთობა, ან ახალი ვიღაცების შემოვლენ თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება კარგი მეგობარი შეიძინოთ დაუშვათ, ხო? აქ даже შეიძლება იყოს ძველი მეგობარი, რომლისგან თქვენ შეიძლება არაფერი მოგისმენიეთ, ეს ადამიანი თქვათ რამენერე თავ შეგახსენებს და ძალიან გაგეხარდებათ რა. ჩაიხუტებით თქვენ ძველ მეგობარს. ან შეტყობინებას მიიღებთ იმ ადამიანისგან რა. შეიძლება საქმესაც ვიღაცა შემოგთავაზებს თქვენ ისეც, თქვენი თქვათ
ანუ გარემოწვიდან ვისთანაც თქვენ ახლა ძალიან წარმატებულად წაიყვანთ მე ამ საქმეს. შემდეგი ვნახოთ ჩვენ, ესე იგი ოჯახი, ხო? ნუ ვისაც აქვს ახლა ოჯახი, მშობლები, ასე შემდეგ. ნუ აქ ნახეთ ახლა დედაზე, თუ დედა თქვენი დაუშვათ, ან მამიდა, ვიცოლა, რა ვიცი, ვინც არ უნდა იყოს, თქვენი, თქვათ, ოჯახის წევრი, იქნება აქ სხვათა შორის ძალიან მშვენიერი, კარგი ურთიერთობა გექნება, სტაბილური ურთიერთობა იქნება. შეიძლება დაუშვათ ვიღაცას ფინანსებითაც დაეხმაროს, თქვათ, ხო? ნუ ვისაც აქტუალურია, შეიძლება რამეს თქვენ ან თქვენ დაეხმარებით, თქვათ, დედა თქვენს რაღაცა ფინანსებით. შეიძლება დედამ რამე რჩევა მოგცეთ თქვენ, ხო? შეიძლება თქვათ, გოგოებო, თუ დაუშვათ თქვენ ხართ ეს დედები, ნახავთ, თქვათ, ახლა დიდი ხანია შეიძლება, თქვათ, შვილთან გინდოდათ შეხვედრა, მაგრამ ნუ რაღაცა მიზეზების გამო, თქვათ, ახლა ნუ ვერა რა, მაგრამ ეს თქვენი შვილი, თქვათ, დაუშვათ თქვენთან ჩამოვა, ხო? კარგი აი პერიოდი თვითონ ძალიან კარგი იქნება და სასიამოვნო. ხო გეუბნებით, თუ დაუშვათ რამე ჯანმრთელობას იხებენ, რომ პენტაკლები უფრო არის, აი თქვათ, ჯანმრთელობა, გამოჯანმრთელდება, კარგად იქნება რა. დედა თქვენი კარგი ურთიერთობას გექნებათ ძალიან და ვინც თქვათ, ვისაც არ გქონდათ ეს კარგი ურთიერთობა, შეიძლება თქვათ, დიდი ხანი დაუშვათ არ გქონდათ თქვენ კონტაქტი, აქ ნამდვილად შვენიერი, კარგი გექნებათ აი აქ შეხვედრა რა. კი ბატონო. ნუ რაღაცა მშობლებისგან რო გექნებათ მხარდაჭერა, გინდათ სულიერი, გინდათ, ნუ აქ უფრო მიწიერ დონეზე აჩვენებენ, რომ შეიძლება რამე საჩუქარს გოგოებო მიიღებთ თქვენი შვილებისგან. Так, შემდეგი სიტუაცია ჩვენ გვაქვს, როგორი ახლა, ანუ ჩვენი ნაყოფი, ხო, შვილები, აკ რა ზუსტად აქ შვილებს ისედაც გვაჩვენეს უკვე, ხო? ნუ კი, პრინციპში ეგ არის რა. ანუ თქვენი ხობი ვნახოთ. აჰა, შეხედეთ რა კარგი სიტუაცია არის აქ. ნუ როგორც გითხარით, აქ შეიძლება მართლა უკვე ნახეთ გვეუბნებიან, თუ ვინც ელოდება შვილს ყველა ვარიანტში. დაელოდეთ მოვა თქვენი შვილი, ვიღაცას გაახარებს შვილი, თქვა შეიძლება სადმე იყოს, სწავლობდა და ბავშვი ჩამოვა, არ დადეგებზე თუ ელოდებით თქვენ ბავშვის ჩამოსვლას, ახლა ვიცი რომ ზოგს ახლა სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში შეიძლება ბავშვი ყავს, ხო? ეს იქნება პლუს კიდე რაღაცა იქნება, ანუ თუ თქვენ დაუშვათ რაღაცით ხართ დაკავებული თქვენი ხობი, ხო, თქვენი საქმიანობა აქ, ნუ საქმიანობა და როგორ იცით, აი ხელოვნებით რამით ხარ დაკავებული, ხო, რაღაცა პროექტები გაქვს შეიძლება, ხო, რამე. აქ აუცილებლად გექნება წინსვლა ყველა ვარიანტში. ნუ ვიღაცას კიდე так, ანუ რა შეგვიძლია თქვა ჩვენ ნაყოფზე, თუ თქვენ რამე ნაყოფი კიდე არის, თქვა რაღაცა, აი, ნუ როგორც თქვი რა, პროექტი სიტყვაზე, ხო, თქვენი ჩაფიქრებული, აუცილებლად იქნება წინსვლა ყველა ვარიანტში, თქვენი ცოდნა დაუშვათ, იქ თუ თქვენ ახლა მასწავლებელი ხარ, რამეს ასწავლეთ დაუშვათ, ხო? აუცილებლად თქვენი ცოდნა გავრცელდება და აუცილებლად თქვენი ცოდნა იქნება საჭირო. ნუ მე ახლა ხო ხვდებით, რომ მაინც ვცდილობ მოკლედ მოგიყვეთ, იმიტომ რომ აქ შეიძლება საათობით ელაპარაკო, მაგრამ უბრალოდ ახლა ჩვენ რადგან საჯარო გაშლა გვაქვს, მე არ მინდა დაგხალოთ და ამიტომ ასე მოკლედ გელაპარაკებით. ჯანმრთელობას შევხედოთ ახლა ჩვენ, ჯანმრთელობა, ნუ გადასარევი ჯანმრთელობა, თუ რამე გქონდათ თქვენ და პრობლემები ჯანმრთელობაზე, აი ყველანაირად ეს პრობლემები წავა. შეიძლება აი არანაირად თქვათ, რამე თუ იყავით რამეზე დაძაბული, თუ რამეს თქვათ ახლა აი даже აქ რიცით როგორ აი ქრონიკული თუ ვინეს ქონდა აი ცხრიანია, ხო? აი რამე ქრონიკული დაავადება თუ ქონდა თქვენ აი ამას ისე კარგად განიკურნავთ, შეიძლება დაუშვათ, კაი ვიღაცა რამეს შემოგთავაზ, კაი წამალს თქვათ შემოგთავაზებს, და ყოველ შემთხვევაში თუ ყველა ვარიანტში აქ არის კარგი პერიოდი რა, ნუ იმ პერიოდზე, რასაც თქვენ ახლა უყურებთ, კარგი პერიოდი გექნება ჯანმრთელობის დარგში, იმიტომ რომ თუ რამე გაწუხებდეთ, ყველა
ყველანაირად ეს პრობლემა წავა. всё, აი დასრულდება შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ აქ ან კარგ სპეციალისტ ნახავთ ხო ვიღაცას, ან საერთოდ ისედაც უკვე დრო მოვიდა, რომ უკვე გამოჯამრთელდეთ რა. შემდეგი ვნახოთ ახლა პირადი ურთიერთობა, ხო? პირადში რა გელოდებათ, პირადში აგერ თქვენ თვითონ, აგერ თქვენი აქ თქვენ იქნებით ძალიან კმაყოფილი, იმიტომ რომ თქვენ აქ რაც თქვენ გააკეთეთ, ხო? იმ წინა პერიოდში თქვენი ურთიერთობისთვის, ხო? აი თქვენ აქ ხართ, ну, გამარჯვებული კი ურთიერთობაში ჩვენ ახლა არ ასპარეზებთ, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში თუ რამეს აკეთებდეთ, თუ რამეს თქვა თქვენ ცდილობდეთ თქვენი ურთიერთობისთვის, რა თქმა უნდა, მიიღებთ შედეგს როგორც, აი ძალიან კმაყოფილი ხართ, მაგრამ როგორ არის ცხრიანი, როცა არის ცხრიანი, მე ვარ კარგად. იმიტომ რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში არის ეს მომენტები, როცა თქვა ეხლა თასების დედოფალი რო იყოს, ანუ თასების დედოფალი აი ყველა იყოს კარგად, მერე უკვე მე, მაგრამ აი მე რო გეუბნებით ხოლმე ჯამრთელი ეგოიზმი, ხო? როცა თქვენ თვითონ კარგად იქნებით, აუცილებლად კარგად იქნებიან ის თქვენი ახლობლების, შენ თუ შეწუხებული ხარ, შენ თუ ნერვები გაქვს მოშლილი, შენ თუ დეპრესიაში ხარ, არანაირად არავინ არ იქნება შენს გარშემო კარგად. ამიტომ ეს ჯამრთელი ეგოიზმი, რასაც მე ვიძახე ხოლმე, ხო, ეს ცხრიანს საერთოდ თასების, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში მე ვარ კარგად, მერე უკვე ყველაფერი უკვე ჩემს გარშემო, ჩემს ირგვლივ ყველაფერი კარგად იქნება და აქ ნამდვილად თქვენი, ანუ სტაბილურად ხართ, კარგად ხართ, ანუ კარგად გრძნობთ თავს, ბედნიერად ურთიერთობაში ყველაფერი კარგად უნდა გქონდეთ. შემდეგი არის რა შეიძლება თქვათ, ну, სირთულეები, რა სირთულეები, არაფერი სირთულეები არ გექნებათ, შეხედეთ. არანაირი სირთულეები არა გაქვთ თქვენ, თქვენ ძალიან მაგარი ინტუიცია გაქვთ, პრინციპში კვერთხების დედოფალმაც ეგ გვაჩვენა, კვერთხების დედოფალი და კურუმი ერთი და იგივე ენერგია. ამიტომ თქვენ ახლა რამე დაბრწყოლებები, რამე თქვა, არაფერიც არ გექნებათ, იმიტომ რომ პრინციპში თქვენ, ну, არაფერი გაქვთ აქ სანერვიულო ჯერჯერობით ჩვენ ვერაფერსაც ვერ ვხედავთ, ამიტომ ინტუიცია ჩართეთ ყველა ვარიანტში და თუ რამე იქნება, ისე ძალიან მშვენივრად კარგად, აი აქაც კვერთხების დედოფალი გაუმკლავდებით ყველაფერს ისე ადვილად, რომ ნამდვილად არანაირი პრობლემები არაფერი არ გელოდება თქვენ. არ არის არანაირი სირთულეები ამ თვეში არ გექნებათ, არანაირი დაბრყოლებები არ გექნებათ, არაფერი არ გელოდებათ. თუ კიდევ ვიმეორებ, თუ რამე თქვათ ვერ გაიგეთ თქვენ როგორ რა უნდა, რა გზას უნდა ავირჩიოთ, თქვათ ან რაღაცა, თქვენი ინტუიცია აუცილებლად თქვენ დაგეხმარებათ. მოგზაურობა და თვით განვითარება. აი გეუბნებით, ნახეთ რა ვიღაცა შეიძლება წავა დაუშვათ თავის მშობლიურ, თქვათ, ну, სამშობლოზე, მაინც ახლა, ну, ამ პერიოდში ყოველ შემთხვევაში, ვიცი ჩვენ ახლა ესეთი პერიოდი არის, შეიძლება ზოგი თქვათ, წავა იქ თავის სოფელში, თავის ნათესავებთან, თავის თქვათ, ახლა ახლობლებთან, შეიძლება მოგიწიოთ წასვლა. დაუშვათ ახლა მაგაზე კი არ არის თქვა დაბრუნება იქ, სადაც თქვენ კარგად ხართ. თუ დაუშვათ ეს უკვე არსად არაპირებთ თქვენ წასვლას და ფიქრობთ თქვენს დაუშვათ განვითარებაზე, ну, აქ შეიძლება დაუბრუნდეთ იმას, რაც თქვენ მოგწონთ. ანუ, ну, მაგალითი, ისევე ხარ, რა თქმა უნდა, ჩემი მოსწავლეებისთვის რადგან არის, მაგალითი თქვა, დაუშვათ თქვენ კურსი დაამთავრეთ და ფიქრობთ, რომ ეხლა დრო მექნება, უფრო მეტი, რომ მოდი კიდე გავიმეორო ეხლა მე ის გავლილი მასალა რა, რომელიც თქვენ გაქვთ სდომაში და ამიტომ შეგიძლიათ კიდე გაიმეოროთ, ხო? და თქვათ, იმიტომ რომ მე მომწონს, მაგრამ უფრო მეტად მინდა კიდე წინსვლა მქონდეს და ამიტომ მოდი ის რაც თქვათ მე მინდა, რაც მე მომწონს, რაც მე მსიამოვნებს, ანუ დაუშვათ ახლა კიდე გავიმეორო, შეიძლება რაღაცა წიგნები, რომელიც თქვათ, ან რამე კურსები გაქვთ ნაყიდი სიტყვაზე და გინდათ რომ ისევ კიდე გაიმეოროთ იმისათვის, რომ უფრო კიდე გქონდეთ მეტი შესაძლებლობები, თქვათ, რომ აი, ну, არის ზოგჯერ ხა ერთი და იგივე წიგნს რო წაიკითხავ, ორჯერ, სამჯერ, მაინც კიდე უფრო მეტი ინფორმაცია მოდის იქიდან. ამიტომ არის აი ეგეთი ინფორმაცია ამ საკითხზე. შემდეგი აქ ასე იგი ეს მიშლით თქვენ მე აქ ხელს. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ შემდეგი კარიერა.
ანუ თქვენი კარიერა რა იქნება კარიერაში? ნუ კარიერაში არის გადასარევი სიტუაცია, ვინც მუშაობ თქვენ ახლა კლიენტებთან, აუცილებლად წამოვლენ თქვენთან კლიენტები, აუცილებლად აი ძალიან გესიამოვნებათ. პლუს კიდე კარიერაში შეიძლება, ანუ აქ უეჭველი არის ეს მომენტი, რომ ვისაც თქვენ სჭირდებით, ხო? აუცილებლად მოვა თქვენთან. ეხლა არა აქვს მნიშვნელობა, რითი ხარ დაკავებული თქვენ, ყველა ვარიანტი თუ დაუშვოთ ეხლა ანუ ეს როგორ არის იცით თითქოს როგორი ენერგია ნო მე სულ მაგას გეუბნებით რომ არა აქვს მნიშვნელობა რითი ხარ დაკავებული შენ თუნდაც ეხლა თუ აი გოგოებისთვის ვინც თქვა ეხლა მუშაობს საზღვარგარეთ უვლის თქვა ეხლა მოხუცებს ხო აი მაგათ იცით როგორ რასაც უფრო თქვენ მაგათ მიაქცევთ ყურადღებას რასაც თქვენ უფრო მეც გასცემთ მაგათ თქვენ სითბოს ხო თქვენს თქვა ეხლა ნუ რაც სჭირდებათ იმ ადამიანებს უფრო მეც მიიღებთ უკან რა შეიძლება ეხლა მე მაგაზე ეხლა ეს ვიცი რომ 1000%-იანი მასე მუშაობს იმიტომ რომ ეხლა სხვანაირად შეხედეთ ეხლა იმ ადამიანებს ეხლა ეგ ადამიანი რო არ ყოფილიყო სიტყვაზე და არ სჭირდებოდეს მას მოვლა თქვენ არ დაგიძახებდნენ მაგ სამსახურში და თქვენ ვერ მიიღებდეთ იმ თანხას რა თანხასაც ეგენი თქვენ გიხდიან და თქვენ ამ თანხით ვერ გააკეთებდეთ იმას რისთვისაც გჭირდებათ ეს თანხა ამიტომ ყოველთვის ნებისმიერ საქმეს ჩვენ როცა ვუყურებთ აი ესე თვალსაზრისით რომ მე რითი შემიძლია ვიყო საჭირო მე კიდე რა შემიძლია გავაკეთო აი იმისათვის რომ ჩემი საქმე თქვათ ეხლა ნებისმიერი რითიც ვარ აი იატაკებს წმინდა სახს ალაგებთ ხო დაულაგე ადამიანს ისე გულიანად ისე კარგად რომ კიდე მოუნდეს სხვა დროს დაგიძახოს და შეიძლება უფრო მეტიც გადაგიხადოს იმ ადამიანმა რომ შენ აი ასე გაუსუფთავ იმიტომ რომ შენ ძალიან დიდ საქმეს უკეთებ დამიჯერეთ ეხლა როცა შენ ადამიანი გიძახეს იმისათვის რომ შენ სახლი დაულაგო ხო ეს რატო ამ მაგალითზე ვამბობ რომ მე არ თქვა რომ აი ყველა ეზოტერიკაში ხო არ იქნება და ფსიქოლოგია და პროექტებში ამიტომ ნუ ვცდილობ ახლა მე ყველა სხვადასხვა სიტუაციები აგიხსნათ და იმიტომ გეუბნებ თუ შენ თუნდაც მიდიხარ და სახლს ულაგებ ვიღაცას შენ ამით უდიდის სამსახურს უკეთებ იმ ადამიანს, იმიტომ რომ ის დრო, რაც იმ ადამიანს უნდა დაეხარჯა, თქვათ, იმ სახლის დალაგებას, გამოიყენებს სხვა რამისთვის, ხო? ის ადამიანი და რა თქმა უნდა, უკვე შენ დაფასებული ხარ, იმიტომ რომ შენ მე მეხმარები და შენ თუ გააკეთე ეს ხარისხიანად, უფრო მეცაც გადაგიხდი, იმიტომ რომ არ მენანება, იმიტომ რომ ეს არის ჩემი კომფორტზე, ნუ წარმატებული ადამიანები ყოველთვის იციან რა, რომ უნდა გადაიხადონ რა. აი ამას გვეუბნე გულით გააკეთე ყველაფერი და მიიღებ უფრო შეიძლება მეტ ანაზღაურებას და უფრო მეტ საჩუქარს შენ საქმეში იყავი ანუ უფრო მეტი დაუთმე დრო ხო რა თქმა უნდა აქ არის ხა ნუ რასაც გასცემ შენი რასაც არა დაკარგული ეს ჩვენ ვიცით კარიერაში შემიძლია გითხრათ რომ ნამდვილად თქვენ გექნებათ აი სასიამოვნო ენერგიის მიმოცვლა ძალიან სასიამოვნო. Დანში ახალი წელი მოდის, ახლა ვინც ახლა უყურებს, იცით თქვენ რომ აქ არის შეიძლება საჩუქარიც მიიღოთ თქვენ, ახლა თქვენი მომხმარებლებისგან დაუშვოთ ან იმ ადამიანებისგან, ვისაც თქვენ ემსახურებით. ჩვენ ყველა ვიღაცას ვემსახურებით, ხო? მე ახლა ამ წუთში თქვენ გემსახურებით და ასე შემდეგ. ვნახოთ ახლა ჩვენ ესე იგი თქვენი ანუ ნამდვილი სურვილები, აი ნახოთ თქვენი ნამდვილი სურვილები, რომელიც ახლა რას აი ნამდვილი თქვენი სურვილები, ხო? ნამდვილი თქვენი სურვილი არის ის, რომ მე უნდა ვიყო წარმატებული, მე უნდა მქონდეს ანუ ნახეთ, ახლა უცბად გეტყვით მომივიდა. ზოგისთვის ნამდვილი სურვილი გახდეს დედა. აი ნახეთ და უკვე შეიძლება მერვე თვეზე და უკვე უნდა რომ მშობიარობა კარგად ჩატარდეს ეს რა თქმა უნდა ყოველთვის არ არის მაგრამ ვიღაცის უცბად დამაბრუნეს და ძალიან კარგად ჩაევლის თქვენი თქვა მშობიარობა და არ ენერვიულოთ რა კიდე გინდათ რომ თქვენ პროფესიონალი გახდეთ და თქვენი პროფესიონალიზმი იყოს აი მიიღოთ ანაზღაურება ხო კი აი აქ მე რასაც ვლაპარაკობდი წეღან ხო აი აქ ვინც მითხრა კი მე ეგეთი ვარ აი ეს არის თქვენი ნამდვილი სურვილი რა მე მაქსიმალურად დავეხარჯები მაგრამ მე მივიღებ კიდევაც ვინც ნუ ანაზღაურებაც მინდა რომ მივიღო ხო ნუ რა თქმა უნდა ახლა იმპერატრიცა არის მიმღები ენერგია ზოგი ფიქრობს რომ მე ჩემი ნამდვილი სურვილი არაფერი არ გავაკეთე და ფული მოდიოდეს ხო მაგრამ რადგან ახლა აქ რვიანი პენტაკლების ხო
ესე იგი, აქ უკვე ის მომენტი არის, რომ პირიქით ადამიანი არის გულით, სულით უნდა უყვარს ეს საქმე, რითიც არის დაკავებული და რა თქმა უნდა რომ კივდებ ენერგიას და მინდა ანაზღაურებაც კარგი მივიღო, ხო? ზოგისთვის იქნება შეიძლება გინდა დაუშვათ ვაფშე დასვენება უკვე და არანაირი მუშაობა არაფერი არ გინდათ, უბრალოდ გინდათ რომ თქვათ ის მე რაც უკვე გავაკეთე, იქიდან წამოვიდეს შემოსავალი, ხო? ზოგს უნდა რომ თქვათ დატკბეს ამ თავისი ნაშრომით რა. ნუ ძალიან ესეთი ენერგია რა თქმა უნდა, ეხლა როცა იმპერატრიცა ესე იგი უკვე მაინც რაღაცას აკეთებს ეს ადამიანი ამ ბევრ რამეს აკეთებს და გინდათ რომ სხვათა შორის ეს ძალიან კარგი პოზიცია რატო ნახეთ აი აქაც ჩვენ ხო ვთქვით რომ საერთო ენერგია რა არის ყველაზე მნიშვნელოვანია დამიჯერეთ ეხლა როცა შენ ხარ თვით რეალიზებული შეიძლება ბევრი ფული გქონდეს ძალიან გადასარევი ურთიერთობა გქონდეს ხო შვილები წავდეს მაგრამ შენ თვითონ თუ არა ხარ თვით რეალიზებული ეს არის საშინელება აქედან მე იწყება დეპრესიები აქედან მე ჩდება რაღაც არაფერი მე არ მინდა არაფერი მე არ მაინტერესებს ფული მაქვს მაგრამ არც სალონში მინდა წასვლა არც ახალი თანცაცმელის ყიდვა არ მინდა არაფერი დამიჯერეთ მე ვიცი რასაც გეუბნებით რა იმიტომ რომ თუ ადამიანი არ არის თვით რეალიზებული ეს აი ყველაფერი დანარჩენის არ აქვს არანაირი აზრი თუნდაც აი იმ დონეზე რომ ხობი გქონდეთ რომელიც თქვენ გაძლევთ საშუალებას რომ თქვენ დაუშვოთ ახლა იმაში მაინც განახორციელოთ თქვენი სურვილები აი უბრალოდ აი მე ვიცი გოგოები ზოგი არიან რა ვიცი რატომ მომივიდა ეს მაგალითი დოჯინებს ქსოვენ და მე თქვა სულაც არ ყიდიან ზოგი თქვა გვერდს აკეთებენ ყიდიან იმის მეორე შეიძლება მილიონერი ყავდეს ქმარი მაგრამ აი მომწონს ეს მინდა მე ეს გავაკეთო ხო ანუ რატო ეს თქვი იმიტომ რომ საერთოდ ადამიანისთვის ეს არის მნიშვნელოვანი რა მნიშვნელოვანი და ამიტომ შეიძლება ზოგი დაბრუნდება ზუსტად იმ სიტუაციაში როცა მე რაღაცა მინდა გავხსნა რა და ამიტომ არის რომ даже ზოგისთვის შეიძლება აი აქ ხნახად წამოვიდეს შემდეგი ფენა სულად არა აქვს მნიშვნელობა რამდენი არ ფიქრობ მე ფულზე საერთოდ მე ვფიქრობ იმაზე რომ აი მე მინდა ეს ჩემი თვით რეალიზება მე ვფიქრობ რაში შემიძლია მე აი რამე სიამოვნება მე აქ რა გავაკეთო და აი ფული ვაფშე შეიძლება აქ ადამიანს არ აინტერესებს იმიტომ რომ იმპერატრიცა ისეთი არის რომ უკვე მე ყველაფერი მაქვს ნუ აქ სხვადასხვა ადამიანები ზიან ამიტომ შეიძლება სხვა ვინმესთვის იქნება ეს ინფორმაცია იმიტომ რომ შეიძლება ვაფშე ქალი სახში ზის სიტყვაზე და ყველაფერის გადასარევად აქ მოძდეს ფულიც და ყველაფერი მაგრამ აი ეს თვით რეალიზება მინდა, იმიტომ რომ აღარ მინდა იმ სახში ჯდომა, უბრალოდ ყვილა აი უკვე მარტო თქვათ მოუარო შვილებს, მოუარო თქვათ ოჯახს, საჭმელი გავაკეთო, სახლი დავალაგო. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დაიმახსოვრე და ამიტომ თუ თქვენ რაღაცა გიზიდავთ და თქვენ ახლა უარს ამბობთ, ნუ აი აქ თქვენ გეუბნებიან რომ შეიძლება თქვენ აქ დაუბრუნდეთ ამ სიტუაციას რა, იმიტომ რომ შეუძლებელი იქნება უკვე აი ეს მომენტი ცხოვრება, როცა შენ ყველაფერი გაქვს, მაგრამ ის რაც შენ სულს უნდა, რაც შენ გულს უნდა, არა გაქვს. გაიგე და შეიძლება აქ ვიღაცას დაუდგება ეს საკითხი, რომ აი даже თუნდაც უფულოთ მაინც, მაგრამ თავარია ჩემი ოცნებები რაღაცები შევასრულო. ნუ ზოგისთვის რა თქმა უნდა, მე ანაზღაურებას და ასე შემდეგ რა. იმიტომ რომ აქ აი უნდა რა ადამიანს რომ ნამდვილად ზოგისთვის არის აი მე მინდა სრულყოფილი ხალი ვიყო და ყველაფერი მინდა რომ მაგისტრის გავაკეთო რა ნამდვილი ნუ იმპერატრიცა ეს არის უკვე მართლა ძალიან ესეთი გამთლიანებული ასე რომ ვთქვათ ხალი ხო აი ყველანაირად ყველაფერს რომ იცის უკვე და აი ყველაფრის კარგი ზღირსი რო ვთქვათ ასე ხო ნუ ვნახოთ რა შეიძლება შეგიშალოთ ხელი ნუ აი ეს შეგიშალოთ ხელი როცა ადამიანი არის ნახეთ ახლა თუ თქვენ არ გამოფხიზლდებით, ხო? თუ თქვენ არაფერს არ გააკეთებთ, თუ თქვენ არ იმოქმედებთ, თუ თქვენ ახლა იჯდებით და თქვენ თუ დაუშვათ, თუ თქვენ არანაირი გეგმები არ გაქვთ, ხო? თუ თქვენ არაფერზე ოცნებობთ, თუ თქვენ არაფერს არ გჯერავთ, ხო? აი ეს ნამდვილად იქნება თქვენთვის ძალიან ცუდი ეს შეგიშლით ხელს, მაგრამ აქ მე ვხედავ ადამიანს, რომელიც არ იქნება იგივე ენერგიებში, იმიტომ რომ უკვე თქვენ გადაწყვეტილებაც მიიღოთ, თქვენ აქ პირველობა გინდათ
თქვენ აქ გინდათ რომ უკვე აქ ძალიან დიდი სურვილი გაქვთ, ხო? ისეთი რომ მე მინდა ყველაფერი გავაკეთო ისეთი რომ თქვათ მე მქონდეს წინსვლა, მე აი თითქოს გამოფხიზლდი რა. ნუ ყველა ვარიანტში აკადემიანი რამდენად ეხლა ნუ მიისწრაფება უფრო წინსვლისკენ, ხო? აქ მთელი გაშლაც მაგას გვეუბნება, ხო? და ვნახოთ მთავარი საერთო ენერგია, აქ ეს თქვენი პირადი ენერგია, ეს საერთო ამ პერიოდის მთავარი ენერგია რა იქნება? ნუ აი ნახეთ რა ხდება. კი ბატონო, აი როგორც გვაჩვენეს, ახლა ნახეთ არჩევანის წინ იქნებით სულ. ანუ თქვათ ახლა დაუშვათ დავიწყო, არ დავიწყო. ნუ ეს ეს ენერგია და ეს ენერგიაც ერთმანეთს გვაჩვენებს, რომ შენ ახლა შეგიძლია დარჩე იქ და არაფერიც არ გააკეთო და იჯდები და უკან გექნება შენ ისევ შენი წასვლა რა, აქცინსვლა კი არ იქნება, შეიძლება ზოგი პირიქით ახლა არაფერსაც არ გააკეთებს სიტყვაზე და ნუ აქ ამ გაშლით მე ვერ ვეტყვი ამას, რომ ადამიანი არაფერს აბსოლუტურად არ გააკეთებს, ხო? აქ მე ვეტყვი, რომ ადამიანი სულ იქნება რაღაცა არჩევანის წინ, სულ იქნება რაღაც ისეთ ენერგიებში, რომ რა კიდე რა შემიძლია გავაკეთო, ნუ და უფრო როგორიც აი კიდე ეს მინდოდა დამემოწმებია მაინც რა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი აქაც ორიანი იყო, ხო? ნუ აი მაინც ნახეთ აქ ხო გვაჩვენეს ჩვენ რომ არანაირი სირთულეები არ გექნება. ნუ ეთყობა სწორ არჩევანს გააკეთებ თქვენ ვიღაცას რაღაცას საერთო ენერგია, ხო? კი ბატონო. აი აქ ნუ მაინც უფრო აჩვენებ თქვენს პროფესიონალიზმი, იმიტომ რომ აჩვენებენ რომ აი ნახეთ აქ როგორი არის. აქ პრინციპში ისედაც უკვე მიღებული არის გადაწყვეტილება, აი ეს არის ორაკული. აქ უკვე даже არჩევანიც არ არის, არჩევანსაც არ გაძლევენ, შენ რო იმერყეო. აქ შენ მართლა ისეთ ენერგიაში იქნები, რაზეც მე აქ ველაპარაკე უკვე პრინციპში, რომ ძლიერიც იქნები და პლუს კიდე იფიქრებ იმაზე, აი ზუსტად რა უნდა გავაკეთო მე საზოგადოებისთვის რა. ნუ რაზეც ვთქვით ჩვენ პრინციპში თვე ძალიან გადასარევი იქნება, მე როგორც ხე აქაც სულ ორიანი, ანუ აქ იცით როგორი მომენტი, რაღაც ახალი ეტაპი გეწყებათ, იცით? როცა შეიძლება კი ნახეთ ახლა ერთი მომენტი კი შეიძლება ცოტა დაიღალოთ, დაუშვოთ, ხო? ეს შეიძლება იყოს დაიღალოთ, მაგრამ თქვენ ვინც დაიღლებთ, გააკეთეთ პრაქტიკები, მედიტაციები, გააკეთეთ და ეს გამოგიყვანთ თქვენ პირად ძალას დაგიბრუნებს, იმიტომ რომ შეიძლება იყოს ეს მომენტი უკვე რადგან ეხლა ვაკეთებ ჩვენ დეკემბერი, მაინც აქ ჩაქსოვილი მაქვს, ხო? ეს უკვე იმ ენერგიას მაჩვენებს, რომ შეიძლება ცოტა დავიღლებენ, მაინც ეხლა მეორე ენერგია, ხო? აქ ნახეთ ეხლა შეიძლება ვიღაცას მაგრამ აი აქ იცით როგორ პირიქით ვეთყოდე აი ამ ორიანით, აი ამ ორაკულით, რომ თქვენ ახლა დაუმტკიცებთ იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი, იმიტომ რომ შეიძლება დავუშვათ ახალი ხართ რაღაც საქმეში, ხო? მაგრამ თქვენ პროფესიონალიზმს იმდენად აჩვენებთ თქვენ, რომ იტყვით რომ მე რა, რომ თქვათ მე ახალგაზრდა ვარ, მე მაინც ვიცი თქვათ ჩემი საქმე. არ ვიცი ვის ინფორმაცია დაიჭირეთ, შეიძლება აქ თქვენ რჩევა მიიღოთ ვიღაცა ისეთი ადამიანისგან, რომელიც უკვე პროფესიონალი იმ საქმეში, რომელიც თქვენ მოკიდეთ ხელი და ნამდვილად არის აი აქ საჭიროება, რომ კი არ უნდა იჩხუბო, უნდა მოусმინო, იმიტომ რომ ეს ადამიანი გაძლევს შენ, ну იჩხუბო რა, აქ ჩხუბიც არ არის. აქ უბრალოდ რჩევას აძლევს ადამიანი მეორეს, მოდი არ ვისპოროთ ჩვენ, მოდი არ ვიკამათ ჩვენ, უბრალოდ მომისმინე, მე კაი რჩევას მოგცემ და გექნება ბედნიერება. და ამიტომ აქ ადამიანი დგას ნახეთ როგორ უსმენს რომ კი ბატონო შენ რჩევას მე სიამოვნებით მივიღებ და არჩევანი კი არა პირიქით რასაც მეტყვი იმას გავაკეთებ იმიტომ რომ ვიცი რომ ჩემ მომიტანს ეს შენი რჩევა ბედნიერებას მომიტანს შეიძლება თქვა თქვენ ახლა ან ვიღაცა ესეთი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც თქვენ მართლა ძალიან ბრძნულ და სერიოზულ რჩევას მოგცემთ, რომ ეს ადამიანი თქვა პროფესიონალი და აქაც ახლა რა თქმა უნდა ეს იმოქმედებს ყველაფერს, ანუ ყველა ვარიანტში გახარებული მაინც იქნებით თქვენ და გამოდიხართ იმ სიტუაციიდან, როცა არაფერი გამოგდიოდეთ და აი უფრო კიდე მაჩვენებენ. ეხლა ესე იგი მაინც გამოდიხართ ამ სიტუაციიდან, როცა მე რაღაცას ველოდებოდი, როცა თქვა რაღაცა
მაგ არაფერი გამომდიოდა, შეიძლება ხო მარტო ლოდინი და მე არაფერი. აი აქ თქვენ ნახეთ თვეამ როგორ გაჩვენათ, როგორ გამოდიხარ თქვენ ამ მდგომარეობიდან, რა თქმა უნდა მაგას მე თქვენ გისურვებთ. გელოდებით კომენტარებში, რამდენად მოგეწონათ ეს ფორმატი, ჩემო სწავლებს რა თქმა უნდა მე დავუდებ და ამ გაშლას ახლა რომ უფრო კარგად აი დავანახა როგორ შეიძლება ამაზე იმუშაოთ. ვისაც გინდათ კიდე გეუბნებით ეს ჩემგან მასტერ-კლასის მიღება, სადაც იქნება ძალიან გადასარევი კიდე, ნუ ახლა მე იმ გაშლებს აქ ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ისეთი გაშლები, რომელიც მართლა უკვე პირადად უნდა გავუკეთო და არასაჯაროდ, რომელიც აქ შემოსწავლებს, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მისი მფლობელი მაგ გაშლების, თუ რა თქმა უნდა, თქვენ ტაროს, ნუ იცით ტარო, გაინტერესებთ, მოგეწონათ ეს ფორმატი. გელოდებით.